ღვინოს რო ვსინჯავ, შემილია გითხრათ, როგორი მეღვინეა და როგორი დირექტორი ყავს კიდე და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას თუ დავალებას აძლევ, ეგეც კი ეთქობა ხოლმე. არის ღვინოები რო სინჯავ და შიში ეთქობა, რომ ისე ფრთხილად აქ დააყენებული, არაფერი არ შეშლია, მაგრამ ღვინოს შენიშვნა არ მომცეს. არის ღვინოები, სადაც შეიძლება რაღაცა ცოტა ზედმეტიც მოუვიდა, მაგრამ არის ესე დახატო რაღაცას, და ემოციას დალეო იგრძნობ, რომ რაღაცა გაუკეთები ამას და არ ეშინო და 93-დან 17-მდე აქ ვსწავლობდი, 97-ში წავედი საფრანგეთში, კარგი ტაქსისტი ვით, 2 დიპლომი მაქვს, ერთი ენოლოგიის, ანუ მეღვინეობის ბურგუნდიიდან და ერთი მე მეღვინეობის დარგის მართვა, ეკონომიკა და კანონმდებლობა ბორდოში. დროები დაიმსხვრა შენში რო ჩახვედი საფრანგეთში. ეხლა სხვაობა საბჭოთა სკოლა ქართულ იმაზე კი იყო დაფუძნებული და მაგიტო გადარჩა ქართული მეღვინეობა ესე კარგად, მაგრამ საბჭოთა კავშირმა მაინც მოიტანა სტანდარტიზაცია. ზუსტად იყო გაწერილი კაწითელის რომ მოიტანეს და დაჭრილდე, ესე გადაამუშავე, ეს დაამატე და ბევრი ხალხის ჭყალებში ცუდი მეღვინე რო ვიკითხე, როგორ მზადდება ღვინო რო კითხავ, იწყებს რომ უნდა აიღო დააყარო ეს და ადეს არ ჭირდება ღვინო მზადდება, აიღე ყურძენი დაწურე და დაადუღე. საფრანგეთში მაინც შენარჩუნებული ქონდათ აქვთ ეს ისა და ქვია ბუნებრივი პროცესი რომ მიდის და ამას რო უნდა მიყვე და ხასიათი რომ ვენახიდან მოდის, ეს ფაქტობრივად დაკარგული ქონდა საბჭოთა კავშირში. ეხლა ქართული წიგნები წავიღე იქ რო წავედი და ანუ ახალი არ აღმოუჩენიათ გარდა საზომი აპარატებისა. რაც იყო მეღვინეობა, როგორც დაიწერა, იმას მიყვები და ქართულ სახელმწიფო ანალოგებშიც იგივე ეწერა.